თავისი საქმიანობა ახალი ქარხნის გახსნით დაიწყო. მან ასოთდღიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში თბილისის მერთან გიგი უგულავასთან ერთად კომპანია კნაუფის თაბაშირ მუყაოს მწარმოებელი ქარხანა გახსნა. სტუმრებმა საწარმოში მიმდინარე სამუშაო პროცესი დაათვალიერეს და იქ დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრნენ. კნაუფის ახალ საწარმოში 80 კვალიფიციური მუშაა დასაქმებული. წარმოების გაფართოებასთან ერთად მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება. გაიხსნა დამატებითი ობიექტი, სადაც თბილისელებს დასაქმების შესაძლებლობა აქვს, არის მნიშვნელოვანი. თითოეული ინვესტორის მოზიდა საკმაოდ რთული ამოცანაა, გამომდინარე იმ კრიზისული ფონიდან, რომელიც მსოფლიოში არსებობს. მსოფლიოში ფული არის ცოტა, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ ფულის გადმოხარშვა მოხდეს ჯერ პირველ რიგში რეგიონში და შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენ ქვეყანაში და ბოლოსში უკვე თბილისში. ამ ქარხნის პროდუქცია გაიყიდება არა მარტო საქართველოში, ასევე ეს პროდუქცია იქ დავა ექსპორტით სომხეთში, აზერბაიჯანში და მომავალში კიდევ სხვა ქვეყნებში. ამიტომ ძალიან ვეცალმებით იმას, რომ ეს ქარხანა დაიხსნა და იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვარ ამაში, რომ გზა უფრო მეტი ფართოვდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო ინვესტიციები შემოვიდეს. სოფლიოში სამშენებლო პროდუქციის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია კნაუფი 50 ქვეყანაში 200-მდე საწარმოს ფლობს, სადაც სხვადასხვა სახეობის ფართო ასორტიმენტის პროდუქციას აწარმოებენ. 2009 წელს კნაუფმა თბილისში თაბაშირ მუყაოს მწარმოებელი ქარხანა შეიძინა და მას რეკონსტრუქცია ჩაუტარა. საწარმო თანამედროვე მაღალ ტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვეს. იმედოვნებ, რომ საწარმო წლის ბოლომდე სრული სიმძლავრით ამუშავდება. ასევე იმედოვნებთ, რომ საქართველოს ბაზრის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში ნაწარმს ექსპორტზეც გავიტანთ. ახალი ქარხნის გადალარაღებაზე 20 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. ქარხნის ტერიტორიაზე ხელმძღვანელობა თაბაშირის ახალი ქარხნის მშენებლობას გეგმავს, რაც ახალი ინვესტიციების მოზიდვას და დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.